რეჟიმი პროტესტის შეზღუდვას მასობრივი დაჯარიმებებით ცდილობს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილი პატაკის შინაარსის აღსრულება უკვე დაიწყო. საუბარია პატაკზე, სადაც ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს დახმარებას სთხოვს და ეუბნება, რომ საპატრულო პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასამართლოში მასალების შეტანის რესურსი აღარ აქვს და ამაში პოლიციას უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ქვედანაყოფები უნდა დაახმაროს. ასევე პატაკში საუბარი იყო იმაზეც, რომ ვაჟა სირაძე 593 სამართალდარღვევის ფაქტზე ითხოვდა რეაგირებას, რა შეფასებები მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ახალ რეპრესიებს, ამას ნანუკა მაღლაკელიძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ნათია, სანამ უშუალოდ დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რა შეფასებები მოყვა ვაჟა სირაძის პატაკს, რომელიც სანქცირებულ გომელაურს მისწერა, მაშინ მიქამდე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართული ოცნების რეპრესიები კიდევ უფრო ძლიერდება და დღეს ახალი ტალღა იყო, რომელიც ორ სამოქალაქო აქტივისტს შეეხო, ეს არის ნიკა ნარსია და გიორგი მუმლაძე. ჯერ ნიკა ნარსიასთან წეროვანში და შემდგომ გიორგი მუმლაძესთან მარნეულში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, როგორც თავად აღწერენ სამოქალაქო აქტივისტები, ეს იყო მივარდნა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მაშინ როდესაც სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და მათ პოლიციამ უთხრა, რომ ისინი იყვნენ დაჯარიმებულები, წარუდგინეს ოქმით და 5000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვის გამო. მაყურებლისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, ადრე მოქმედებდა ასეთი პრაქტიკა, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-დან გამოითხოვდა ვიდეო ჩანაწერებს და უკვე მოხდებოდა კონკრეტული პირის იდენტიფიცირება, ამის შემდგომ უკვე ეს ოქმები უნდა იყოს წარდგენილი, მიდიოდა სასამართლოში და სასამართლოში იბარებდნენ ადამიანებს და ინიშნებოდა პროცესები. ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ყოველთვის თვალს ვადებნებდით რა ხდებოდა და ერთადერთი რაც იკვეთებოდა იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულებები ამ ადამიანების წინააღმდეგ და ემატებოდა ისიც, რომ პოლიციელები აძლევდნენ სრულ ჩვენებებს და ამის შემდგომ ხდებოდა უკვე დაჯარიმება ადამიანების და ძალიან კარგად ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორ მოქმედებდა სისტემა პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და რამდენად აბსურდული იყო ეს ჯარიმები. სწორედ ეს რომ აერიდებინათ თავიდან, ახლა ახალი კანონის მიხედვით, რომელსაც 7 თებერვალს მოაწერა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი და რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ხდება პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადამიანების დაჯარიმება და შესაბამისად უკვე აღარ ჩდება და აღარ იკვეთება თუ როგორ ხდება აბსურდული საქმეების შეკერვა. სამოქალაქო აქტივისტები სწორედ ამაზე მიუთითებენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან სადამსჯელო ღონისძიება, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ვერასდროს მიაღწევს რეჟიმი იმას, რომ მათ შეეშინდეთ და რუსთაველის გამზირზე აქციებზე აღარ გამოვიდნენ. დილის 8 საათი იყო, ძალიან ძლიერი კარებზე ბრახუნის ხმა იყო, წამოხდი, გავაღე, მეთქი რა ხდებოდა. გარეთ პოლიციელებით იყო გადავსებული, 3 პოლიციელი მოვიდა. ნაწილი პერიმეტრით იცავდა, ვითომ რაღაც ტერორისტი აყავდათ და მეთქი რა ხდება, 5000 ლარიანი ჯარიმა მომიტანეს სახლში ოქმი, ანუ ის ფორმალური სასამართლო, რაც ჰქონდათ, ესეც კი გაუქმეს და პირდაპირ შეუძლიათ ეხლა გუშინდელი ბრძანების შემდეგ ადამიანები დააჯარიმონ და თვითონ გაასამართლონ, ანუ გამოუტანო განაჩენენ თვითონ, ხო? მცირეწლოვანი ბავშვი, 8 თვის ბავშვი ყავს, გამიღვიძეს დილის 8 საათზე შეეძლოთ ფოთით გამოგზავნოთ, ან ნორმალურად მოგცემთ, მაგრამ რომ შიშინოთ ათეს რომ მეზობლებმა დაინახონ, რომ რამდენი პოლიცია მოვიდა მის მიტინგზე დადის. ორი საქმე კიდე აღძრული აქვს ამ გადაკეტვაზე. 27-ში მაქვს სასამართლო გააერთიანეს და ეს ახალი საქმე არის, რომელიც პირდაპირ მომიტანე ჯარიმა. ნახოთ რა იქნება უბრალოდ რუსთაველზე ყოველდღე უნდა ვიყოთ, ეს არის ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი, როცა შეცოტავდება ხალხი, ესე დაგვერევიან საერთოდ ყველას და მართლა ფილმონალეებაში მეგონა თავი ყოველდღე ესე კაკუნი რომ ნიშნავს უბედურებას. მარნეულამდე უფრო შორი არის ვიდრე წეროვნამდე და 20 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ ჩემთან. მე მაქვს კერძო სახლი, მაქვს ეზო და რო გამოვხედე, იყო 2 შკოდა მოსული, დაახლოებით 7 ფორმიანი გავთვალე. გადმოსულები იყვნენ, დედამ გაუღო კარი, შემოვიდნენ ეზოში და მე მათთან ახლოს არც მისულ ვარ, მეორე სართულიდან ვესაუბრე. იყო ესეთი დიალოგი, რომ უნდა ჩაებარივათ რა დოკუმენტაცია, მე თქვი რა დოკუმენტაცია, ეს არისო 7 თებერვალსო კეტავდითო გზასო, ეგრეთ წოდებულმა პარლამენტო, ამ არალეგიტიმურმა პარლამენტომ მიიღო ეს დრაკონული წესი, რომლითაც პრაქტიკულად სასამართლო აღარ გაჯარიმოს და თვითონ პოლიციას შეუძლია გამოგიწეროს ჯარიმა და მე შენ თუ გინდა, უნდა იჩივლო ამ ჯარიმის გაუქმებისთვის. მათ უნდათ რომ
საზოგადოებაში დაწესონ შიში, რომ არ გავიდეს ხალხი რუსთავული. მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ აი ამ დრაკონული კანონების ამოქმედებამდე 1 თებერვალს პატაკი მისწერა სანქცირებულმა ვაჟა სირაძემ, მაგნიცკის სიაში შეყვანილ ასევე სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის შინაგან საქმეთა ეგრეთ წოდებული მინისტრი და ამ პატაკის მიხედვით ის თხოვდა, რომ დახმარებოდა სხვა დეპარტამენტების რესურსებითაც, რომ ეს ვიდეო მტკიცებულებები გაეშიფრათ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაჯარიმებული იყო და უფრო მეტიც კონკრეტული რიცხვები ხდება ცნობილი 593 შემთხვევაზე თხოვდა დახმარებას და ჯამში თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმა 5000 ლარს შეადგენს, ბიუჯეტში ამ თანხებით შევიდოდა 3 მილიონი ლარი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის ერთადერთი სურვილი არის, რომ ზუსტად დრაკონული კანონებით გატეხოს ახლა ეს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს და პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ასე იღებს სადამსჯელო ღონისძიებებს რეჟიმი.